ქალაქი ამბობს, რადიო ქალაქზე. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ქალაქი ამბობს, მე ვარ მისი წამყვანი შორენა ცხოვრებაშვილი და დღეს ჩემს სტუმართან ერთად ვისაუბრებთ მომხმარებლის უფლებებზე. ჩემი სტუმარია მომხმარებელი ჯის ხელმძღვანელი ლია თოდუა. მოგესალმებით ქალბატონო ლია, მადლობთ რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. რა უნდა ვიცოდეთ მომხმარებლებმა ჩვენი უფლებების შესახებ? ქართველმა მომხმარებლებმა პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ თითქმის დაუცველები ვართ. სამწუხაროდ 2012 წელს გაუქმდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი. ძალიან შეზღუდული უფლებებით დავრჩით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ სულ ყველაზე გვიან 2019 წელს უნდა აღდგეს, იმიტომ რომ ასოცირების ხელშეკრულებაში არის გათვალისწინებული. თუმცა გვინდა რომ უკვე წელს იყოს მიღებული, ყოველ შემთხვევაში პარლამენტი იხილავს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი. რას ითვალისწინებს მომხმარებელთა უფლებები? იცით რა, ფართოდ თუ ვილაპარაკებთ მომხმარებელთა უფლებებს ორ ნაწილად დავყოფთ იმე. ეს პირველი არის, რომ უსაფრთხო იყოს პროდუქცია, რომელიც იყიდება. ეს მომხმარებელთა დაცვის კანონით არ რეგულირდება, ეს პროდუქციის უსაფრთხოების კანონმდებლობით რეგულირდება და მეორე არის, რომ არ იყოს მოტყუებული მომხმარებელი. აი ეს შედის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონში. რაც შეეხება უსაფრთხოებას, აქ სურსათის მხრივ პროგრესი გვაქვს, სურსათის უსაფრთხოების რაღაცა შეიქმნა სააგენტო, რომელიც ამას აკონტროლებს და ნელ-ნელა მკაცრდება კანონები. რაც შეეხება დანარჩენ პროდუქციის უსაფრთხოებას, აქ ცოტა ცუდად აგვაქვს საქმე. არ არსებობს არავითარი ბაზრის ზედამხედველობა, თუმცა უკვე უნდა არსებობდეს და ნელ-ნელა რაღაცა პროგრესი არის, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ კმაყოფილი ვარ. რატომ გაუქმდა 2012 წელს საინტერესო ეს კანონი? იმიტომ რომ წინა მთავრობას მიაჩნდა, რომ მომხმარებელს დაცვა არ სჭირდება, რომ მოიწამლება და შეხედავენ სხვები და აღარ მოიწამლებიან. ასეთი მიდგომა იყო და იჩივლებს სასამართლოში და თვითონ მოიგებს. თვითონ უნდა დაიცვას სასამართლოს ძალით კანონი, თავი მომხმარებელმა და ფაქტიურად ეხლა ამ სიტუაციაშია მომხმარებელი ყოველ შემთხვევაში მოტყუების თვალსაზრისით და არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოების თვალსაზრისით მარტო სასამართლოს თუ მიმართავთ, სხვა გზა დაცვის არ აქვს. 2012-დან 4 წელი გავიდა, ამ მთავრობის პირობებში დაიწყო მუშაობა. დიახ, დაიწყო ახალი კანონის მომზადება, რაც გარდა იმისა, რომ მომხმარებლის მოტყუებიდან დაცვის საშუალებებს ითვალისწინებს, უფლებებს, რომ არ ვიყოთ დაცული. ეს ახალი კანონი ითვალისწინებს იმას, რომ იყოს რაღაცა ორგანო, ადმინისტრაციული ორგანო, ჩვენ პირობითად ვეძახით ამას მომხმარებლის ომბუდსმენს, სადაც მიმართავ მოგცემენ რჩევებს, დაგეხმარებიან იგივე სასამართლოში თუ არის წასასვლელი ან დაუძახებენ იმ მეწარმეს და იქნება მოლაპარაკებით მოგვარდეს საკითხი, იმიტომ რომ ძალიან რთულია სასამართლოში მიმართვა. ახლა რაღაცა მოტყუებები არის ხოლმე უფრო პატარა ზომის, რაღაც 1 ლარი, 5 ლარი, არის ხოლმე 200 ლარი და 1000 ლარიც, რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში მიდის მომხმარებელი სასამართლოში, მაგრამ პატარა მოტყუებაზე რაღაცა იმდენი უნდა დაგიჯდეს ეს სასამართლო, ჯერ ეს ერთი გადასახადი, მერე ადვოკატი, მერე ელოდო, მერე რისკი არო, რა ვიცი, მე იმას უკეთესი ადვოკატი ყავდეს და წავაგო და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მომხმარებელი ერიდება სასამართლოს, სასამართლო არ არის მაინც ეფექტური დაცვის საშუალება. ამიტომ გვინდა რომ იყოს ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ერთი უფასო იქნება და მეორეს ერთი რაღაც ადამიანურად დაგელაპარაკებიან და თუ რამე გეშლება აგიხსნიან და მოგეხმარებიან და ასე შემდეგ. ამას სამწუხაროდ მთავრობას და პარლამენტით ჯერჯერობით ეწინააღმდეგება, თუმცა თვითონ ეს არგუმენტი არის ინიცირებულია თვითონ კანონ პროექტის შემუშავება ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის მხრიდან, მათი მხარდაჭერა რა თქმა უნდა არის, იმიტომ თვითონ ინიციატორები არიან. მაგრამ მაგალითად მეწარმეები, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, ყველა ძალებით ეწინააღმდეგება. არგუმენტი, მართალი გითხრათ, არგუმენტი ვერ მოვისმინე. იგივე საპარლამენტო გარჩევაზეც რო იყო, მაგალითად, რომელიღაცა მეწარმეთა ასოციაცია იძახდა, რომ ალბათ ეს კანონი აზარალებს მეწარმეებს, თორე ისე რატო იღებდით და ვეკითხებით და კონკრეტულად რითი აზარალებს? რა თქვენ გინდა თქვათ, რომ მატყუარა მეწარმეებს იცავთ? კი, მატყუარებს, არაკეთილსინდისიერებს აზარალებს, მაგრამ თქვენ მათ ინტერესებს იცავთ, ხო ვერ იწყოდან ვიცავთო და ამიტომ ვერაფერს ვერ თქვეს. რეალობა ალბათ ეგეთია, რომ მართლაც არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს ეტყობა ყავთ თავისი ლობის სხვადასხვა
დონეზე და ეტყობა ისინი უწევენ წინააღმდეგობას, იმიტომ რომ რეალურად ეს კანონი აზარალებს არა კეთილსინდისიერებს, მაგრამ მოგებაში დატოვებს კეთილსინდისიერ მეწარმეებს. ანუ ბაზარი მოტრიალდება მათთვის სასარგებლოდ და ეს ვიღაცას ფაქტია რომ არ უნდა. ანუ რეალურად მომხმარებლის უფლებები არ არის ქვეყანაში დაცული და ყოველდღე შეიძლება შევხვდეთ სამწუხაროდ კი. რა ქალბატონელია, რამდენად ირღვევა ჩემი უფლება, როდესაც მომდის SMS სარეკლამო შეტყობინება? აი ეს SMS სარეკლამო შეტყობინებებთან დაკავშირებით თითქოს ეს პერსონალური ინფორმაციის დაცვის კანონი მიღებულია, არსებობს პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორი, მაგრამ ძალიან შეზღუდულია ჩვენი უფლებები ამ პერსონალური ინფორმაციის დაცვის. ესე იგი, ერთადერთი რაც მოეთხოვებათ ამ SMS-ების ავტორებს, ის არის, რომ SMS-ის ბოლოში მითითებული იყოს, როგორ უნდა გავაუქმო ეს ხელმოწერა. გეუბნება ხელი მომიწერია. ხელი არ მომიწერია, მაგრამ როგორ უნდა რაოდენობის მოდის, რომ უნდა გადადო მთელი დღე საქმე და მთელი დღე უნდა აქ თუ არ არის მითითებული, მაშინ მიწერო ამ ვის უნდა მივწერო? ანუ საინფორმაციო კამპანიაც არის, მე არ ვიცი, ვის უნდა პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორს თუ დავგუგლავთ არის და შესაძლებელია მიწერა, მე პირადად გავთებლად წერ და გავთებლად ჭიდავ ამაზე და ვერ ვიტყვი რომ მოვერიე ამ საკითხს, მე პირადად ჩემ პირად ტელეფონზე, ასე რომ ვერ არის კარგად ამ ხრივ აგრეთვე საქმე, მაგრამ მე ვიტყოდი რომ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის მიმართულებით სამი ძირითადი ტიპის დარღვევა გვაქვს ჩვენ დღესდღეობით. ანუ ყველაზე მეტად აი რა სფეროში ირღვევა, რა მიმართულებით ირღვევა? ერთი არის ყველაზე არასასიამოვნო დარღვევების ეს სამი ტიპი. ერთი არის კოსმეტიკური ფირმები, რომელიც იწვევენ, ურეკავენ მომხმარებლებს, არ ვიცი როგორ იგებენ ტელეფონებს, ურეკავენ, იწვევენ უფასო პროცედურაზე და მერე პროცედურის დროს არწმუნებენ მომხმარებელს, რომ მან ხელი მოაწეროს, რაღაცა შეიძინოს, ან საერთოდ ცესხი აიღოს და ისე შეიძინოს და ძალიან ბევრი მომართვებია ამაზე, რომ აი მოვტყუვდი და როგორ დამემართა ეს. ანუ ფაქტიურად ადამიანს არ აძლევენ გააზრების დაფიქრების საშუალებას. როცა კანონი მიღებული იქნება, რა თქმა უნდა, და ესეთი ხელშეკრულებებზე გაუქმება bis შესაძლებლობა გავრცელდება, ანუ იქნება 14 დღიანი ვადა, რომ შენ არ იყავ მომზადებული და ისედაც ხელშეკრულება, გექნება საშუალება გადაიფიქრო უბრალოდ. მაგრამ ნუ ნახოთ როგორი საბოლოო რედაქციით, როგორი წავა კანონი, ამას რა თქმა უნდა ძალიან ეჭიდავებიან. მეორე ტიპის დარღვევა, რაც არის ფართოდ გავრცელებული, ასე ვთქვათ, ინტერესების შელახვა მომხმარებლებს, ეს არის ეგრეთ წოდებული გარანტიები, რომლითაც იყიდება განსაკუთრებით ელექტროსაქონელი. ეს შეიძლება იყოს მართლა გარანტია, მაგრამ შეიძლება იყოს ფაქტიურად ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ თქვენ 3 დღის მერე ამ პროდუქციის გამოცვლის პრეტენზია არ გექნებათ. ეხლა დღეს როგორ არის? მოქმედებს სამოქალაქო კოდექსი, სადაც წერია, რომ თუ პროდუქცია ნაკლიანია, თქვენ გააქვთ უფლება, რომ მიაკითხოთ გამყიდველს და უთხრათ, რომ გამომიცვალე. არავითარი ვადა მითითებული არ არის. გონივრული ვადა, რაც არის ამ პროდუქციის მოხმარების ვადა. მაგრამ როგორც კი თქვენ ხელს მოუწერთ იმ რაღაც ეგრეთ წოდებულ გარანტიაზე, რომელსაც არც ვკითხულობთ ჩვენ უმეტესობა ჩვენგანი, იქ როგორც წესი წერია, რომ 3 დღის მერე, ანუ 4 დღის, 5 დღის მერე აღარ დაიბრუნებენ პროდუქტს. აღარ დაიბრუნებენ. ფაქტიურად ამ ანუ ხელი თუ არ მოვაწერე, მე შემიძლია რომ თუ გაფუჭდება, მივიტანო და მოწერის გარეშე არ გამოგატანენ, იმიტომ რომ ეს პროდუქცია იყიდება ამ პირობით. ამ პირობით იყიდება. ანუ ამას უნდა გეუბნებოდნენ თავიდანვე, რომ ფაქტიურად ეს არის პროდუქცია, რომელიც 3 დღის მერე არის, 3 დღის ვადიანი პროდუქცია. და მერე 3 დღის მერე, ნუ რაღაცა 1 წლის განმავლობაში მე შეღებათიანი პირობებით თუ გინდა შეგიკეთებ, მაგრამ გამოცვლაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს. აი ამ პირობით ვყიდი, მე ამ რა ვიცი მე უთოს რაღაცა სარეცხ მანქანას და რაღაც. უბრალოდ ეს თავიდანვე უნდა მითხრან და გადავწყვიტო მე ეს მინდა თუ წავიდე სხვა მაღაზიაში, სადაც მართლა გარანტიაა და თუ რაღაცა ნაკლი აღმოჩნდა, მართლა გამომიცვლიან, სულ ერთი ეს იქნება 3 თვის მერე თუ რაღაცა შეიძლება უფრო მეტი თვეების მერე. ამ პირობებით უნდა ავირჩიო მე, მაგრამ ამას როგორც წესი არ მეუბნებიან, რაღაცა გარანტია, ესე რაღაცა ჟღერს, ეს ბევრჯერ გარანტია, მგონია რომ მართლა გარანტიაზე ლაპარაკი და ბოლოს უკვე რომ ნივთი ხელში მიგავე, მე მეუბნები და აი ეს მოაწერეთ ხელი და წაიღეთ. და არც ვკითხულობ როგორც წესი მომხმარებელი, ისე მომაქვს და მე როცა უკვე აღმოჩნდება და მე გვირეკავენ მომხმარებლები და ვეკითხებით რას მოაწერეთ ხელი, წაიკითხეთ და უი.
რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასასიამოვნო მომენტია. პრინციპში სასამართლოში ჭიდილი შესაძლებელია, თუ ამ გარანტიის პირობებს არ გამოიყენებ და მაშინვე გააპროტესტებ, თუმცა რთული პროცესია, მაგრამ შესაძლებელია. მესამე ტიპი, რომელიც არის გავრცელებული, ეს არის ფასები. ერთი აწერია, მეორედ იყიდება. ეს რაღაცა უფრო და უფრო ვრცელდება. კი, ძალიან ხშირად შევხვედრილ. ამბობენ, რომ იცით რა ჩვენ ვერ მოვასწრებთ. თან დიდ ისეთ ჰიპერმარკეტებში, სადაც სხვა თანხაში ატარებენ შემდეგ და ეს არის ძალიან მომხმარებელი რეკავს ამაზე. ეს ჩვენ მომხმარებელზე გვაქვს უკავშირის საშუალება და ნუ აი ამაზე რომ არ ვიცი ეს თაღლითობა თუ ეს ჯერზე მათ აქვთ მეც რამდენჯერმე დამემართა, როდესაც ვიყიდე რაღაცა ერთი კონკრეტული თანხის პროდუქცია და რომ მივედე აბსოლუტურად გაცილებით უფრო ძვირფასად გამიტარა და რომ ვიკითხე და ერთი და იგივე მაღაზიაში დავდიოდი იმ პერიოდში და მას შემდეგ მე ამ მარკეტში აღარ შევდივარ. მითხრეს რომ ოი, იცით, დაგვრჩა ძველი ფასი და მესამე თუ მეოთხედ რომ მითხრეს, ვუთხარი რომ შეიძლება ყოველ დღე, ორ დღეში ერთხელ ძველი ფასი იცვლებოდეს ფასები და მე ეს სულ ძველი ფასი იყოს, იმიტომ რომ და ამ შემთხვევაში რაღაცა უაზრო ღიმილით შემოიფარგლენ. კი, აგრეთვე სარგებლობენ იმით, რომ რეალურად ზედამხედველი ორგანო, რომელიც ამას გააკონტროლებს და არ არსებობს, კი. ანუ ეს სურსათის უვნებლობას არანაირად არ ეხება, ვის ეხება გაურკვეველია და აიმით სარგებლობენ. ნუ ცალკეა კიდე ალბათ წონაში მომოყვება და ასე შემდეგ. ფასდაკლების სისტემა ახალ წელს განსაკუთრებით ვრცელდება ხოლმე სოციალურ ქსელში, როდესაც ვითომ არის რაღაცა ფასდაკლება და ქვემოთ რაღაც სტიკერის ქვემოთ აღმოჩნდება, რომ ზუსტად იგივე ფასში იყიდება, ვიდრე მანამდე. ან იგივე ლიკვიდაციის შემთხვევაში. სხვათა შორის ევროკავშირში გათვალისწინებულია მთელი ჩამონათვალი შეცდომაში შემყვანი კომერციული პრაქტიკის, რა, ასე კი გაყიდვის მეთოდების და ერთ-ერთი ესეთებია, რომ ტყუილი ლიკვიდაციები, ტყუილი ფასდაკლებები, რაღაცა ვითომ საჩუქრე რომ მიხვალ და ფულია გადასახდელი სინამდვილეში და ასე შემდეგ. ეს არის პირდაპირ აკრძალული ევროკავშირში და პირდაპირ ჯარიმდება ჩვენთანაც ადრე თუ გვიანე შემოვა სამწუხაროდ დღეს ესეთი აკრძალვა საქართველოში არ არის. მინდა კითხოთ პროდუქტებზე, რომლებშიც ჩვენ სააბონენტო გადასახადებს ვიხდით და მე მგონი ყველა მიხვდება რაც მაქვს ხედველობაში, რომ მათ მოგვაწოდონ უწყვეტად პროდუქტი. და როდესაც ამათ რა თქმა უნდა, დენი, გაზი, წყალი ასე შემდეგ, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვერ ასრულებენ. დიახ, და წყდება ძალიან დიდი ხნით. და ნუ აქვთ გასამართლებელი, რომ ეს არის ტექნიკური პრობლემა. ფორს-მაჟორ ძალიან რთულია ჩვენ გავარჩიოთ მომხმარებლებმა, იქ მოხდა მართლა რაღაცა ფორს-მაჟორი და წინასწარ იცოდნენ რომ ის მოხდება. ჩემი როგორც აბონენტის მომხმარებლის უფლება თulit რომ ირღვევა. რა თქმა უნდა ირღვევა, მაგრამ ნუ აი ამას გეუბნებით რომ როგორ უნდა გავარჩიოთ, იქ მართლა ავარია მოხდა, თუ ამათი რაღაცა საქმიანობით იყო ეს ავარია გამოწვეული, თუ ბუნებრივი ძალებით, თუ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ამით ვზარალდებით ძალიან და ამას სპეციალური გამოკვლევა და გამოძიებები ჭირდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. კიდევ ერთი მაგალითებზე რომ დავიდე მაგრამ მე უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ამ სფეროებს ყავს მომხმარებლის დამცველები ეს არის იშვიათი სფეროები რომელსაც ყავს იმიტომ რომ ეს არის რეგულირების სფეროები და სახელმწიფო მარეგულირებლებში ზიან მომხმარებლის დამცველები ხო იგივე ვთქვათ და ასე შემთხვევაში შეგვიძლია მიმართოთ დიახ აუცილებლად უნდა მიმართოთ ყოველ კონკრეტულ გათიშვაზე ჩაინიშნეთ დრო როდის გაითიშა როდის ჩაირთო და მიმართეთ მომხმარებელთა დამცველს. რამდენიმე წლის წინ მახსოვს რომ განათლების სამინისტრომ გამომცემლებთან დადო ხელშეკრულება თუ მემორანდუმი თუ არ ვიცი და წიგნებზე უნდა ყოფილიყო ფასი მითითებული და შემდეგ დიდი PR კამპანია იყო ამასთან დაკავშირებით რომ არ გადაიხადოთ იმაზე ზედმეტი ვიდრე აწერია წიგნს და ასეც ვყიდულობდით სიმართლე გითხრათ მე როგორც მოსწავლის მშობელ ძალიან გამიმარტივდა და ხედავდი რომ არ ვთხოვდებოდი მაგრამ წელს სექტემბერში როდესაც ისევ დამჭირდა წიგნის ყიდვა ეს ყველაფერი დამიჯდა ალბათ სამაგად მეტი ვიდრე ღირდა რეალურად, მაგრამ ანუ არ ეწერა ფასი? ფასი ეწერა, მაგრამ მქონდა გადაკრული სტიკერი ახალი ფასით. იქვე მაღაზიაში ვიკითხე, რომ რატო აქვს გადაკრული სტიკერი და მითხრეს, რომ იცით რაღაცა ლარის კურსი დაეცა, თვითონ გამომცემლებმა მოგვეწოდეს ამ ფასად და მე წამოვიღე და ვენდეს სიტყვას წამოვიღე ეს წიგნები და აღმოვაჩინე, რომ
ძალიან ბევრად იყო ფასი. ანუ რეალურად თუ ეწერა წიგნს პირობითად 3 ლარი, ზემოდან სტიკერით მე გადახდილი მქონდა 15 ლარი. ამ ყველაფერმა შეადგინა 220 ლარი მეხუთე კლასის წიგნებისთვის. წიგნებზე. თვითონ სამინისტროს აცნობეთ. სამინისტრომდე ჯერ ვიფიქრე რომ დავრწმუნდებით, ხო? ანუ არ დამეზარა და დავრეკე იმ გამომცემლობებში და თვითონ ვიკითხე რომ იყო თუ არა წიგნის ფასი გაზრდილი. აღმოჩნდა რომ არ იყო წიგნის ფასი გაზრდილი და უბრალოდ გავხდი თაღლითობის მსხვერპლი მაღაზიის მხრიდან, სადაც ვიყიდე. მივბრუნდი. თავიდან არ იბრუნებდნენ, მაგრამ შემდეგ დავაბრუნე ეს წიგნები და დავრეკე განათლების სამინისტროში და მოვითხოვე, რომ აი ვის უნდა მივმართო, იმიტომ რომ თქვენივე PR კამპანიით მე ვიცოდი და ამდენი წლის მანძილზე ვიცი, რომ გამომცემლებთან გაქვთ ხელშეკრულება დადებული და წიგნს აწერია ფასი. სიმართლე გითხრათ, არანაირი რეაგირება არ იყო ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მხრიდან. ანუ მე დავუშვათ არ დამეზარა და დავრეკე გამომცემლობებში მე არ დამეზარა მიბრუნება დავაბრუნე. მე ვიყავი მოტყუებული. არა, ამ საკითხს აშკარად ჭირდება აი არ ვიცი, ყველას ჩემი შვილის კლასელები დარჩნენ მოტყუებულები, მათი მშობლები, იმიტომ რომ მათ გადაიხადეს. ძალიან კარგს იზამს თუ მომხმარებელი ჯიზეთ დაწერთ ამას, მიუთითებთ მაღაზიას, სადაც იყიდება ეს გაზრდილი ფასით, იმიტომ რომ სხვა მომხმარებლებმა მაინც გაითვალისწინონ და ანუ არანაირი დაცვის საშუალება არ გვაქვს. მე შემეძლო სასამართლოში, ანუ მხოლოდ ჩემს თავზე პრინციპში იგივე ვიმეორებ, რაც ეს როგორც დავიწყეთ. მე უნდა ყველა თითოეულმა მომხმარებელმა უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თავზე. დღესდღეობით ასე ვართ მიტოვებული ფაქტიურად სასამართლოს ამარად, ჩვენ თვითონ უნდა მიმართოთ, ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები, რაც ჩემი აზრით აბსოლუტურად არასამართლიანია. არათანაბარ პირობებში ვართ იგივე მეწარმეებთან. და იმედი მაქვს, მე ძალიან მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გაზაფხულზე პარლამენტი მიიღებს ამ კანონს და ცოტა გაგვიმართებს. თქვენ რამდენად გაქვთ ინფორმაცია, ანუ აი რაღაც სტატისტიკური მონაცემი, რამდენად ხშირად მიუმართავთ მომხმარებელს სასამართლოსთვის? თუ აი ამის სამწუხაროდ ესეთი ინფორმაცია არ გვაქვს, არ არის ამ ინფორმაციის მოპოვება იოლი, იმიტომ რომ სასამართლოს ყველა საქმე არ არის ღია და არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რამდენჯერაც ჩვენ დავსწრები ვართ ესეთ სასამართლო საქმეებს, სხვათა შორის მოსამართლეებიც ხო მომხმარებლები არიან. ძალიან ხშირად მომხმარებლის სასარგებლო წოდება. რაღაც მომენტში მომხმარებლები არიან. ხო, ყველანი მომხმარებლები ვართ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რაც დავსწრები ვარ სასამართლო საქმეებს, ну, უბრალოდ უსმენდი. ისინი მომხმარებელთა სასარგებლო წდებოდა. ძალიან ხშირია, მაინც მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყვეტა, თუმცა რისკი რა თქმა უნდა მაინც არის. ხო, თუმცა თუ არა ამ ხრივ რა, ანუ ეს რაღაცა ერთგვარ კულტურას შექმნის და პრეცედენტ შექმნის, თუ ვიჩივლებთ ჩვენი უფლებებისთვის, ეს შეიქმნება პრეცედენტის შემდეგ, რომ აღარ მოუნდეთ არაკეთილ სინდისიერ მეწარმეებს ჩვენი მოტყუება. კი ბატონო, ნამდვილად. დიდი მადლობა. მე მსმენელს შევახსენებ, მომხმარებელი ჯის ხელმძღვანელი ლია თოდუა იყო ჩემი გადაცემის სტუმარი. მე ხვალამდე, არა, ორშაბათამდე გემშვიდობებით, კარგად ვზანდებოდეთ. ქალაქი ამბობს, რადიო ქალაქზე.